საღამოშვიდობისა, ძილფასო ტელემაყურებლებო, ტელეობიექტივზე გრძელდება გადაცემათა ციკლი საუბრები ენერგეტიკაზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული ენერგეტიკისთვის, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ჰიდროენერგეტიკაზე. მნიშვნელობაზე ამ დარგის ჩვენი ქვეყნისთვის უამრავი დაწერილა, უამრავი თქმულა, ვიტყვი მოკლედ რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენი რესურსი და აი ამ რესურსის შესწავლა მინდა გითხრათ რომ საქართველოში წინა საუკუნის დასაწყისში დაიწყო, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შეიქმნა ძალიან ძლიერი სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტები, საპროექტო ინსტიტუტები და პროფესიულად მოკიდეს სწორედ საქართველოში ჰიდროპოტენციალის შესწავლას ხელი. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ უკვე 20-იან წლებში დაიწყო საქართველოში, 20-იანი წლებიდან დაიწყო საქართველოში ჰიდროენერგეტიკული მშენებლობა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ დღისთვის მაგალითად ხო საქართველოში სულ 60-მდე ჰესია დღესდღეობით და ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამორჩევით ისეთ ქვეყნებს, რომელიც თავიანთ ჰიდროპოტენციალით გამოირჩევიან და იქ ათვისების დონე საკმაოდ მაღალია. სწორედ ამ თემებზე სასაუბროთ, მე მინდა წარმოგიდგინოთ დღეს ჩვენი სტუმრები, დიდი პატივი მაქვს ამ ადამიანების წარმოდგენის, მე მინდა მე ინსტიტუტი ვახსენე და საქართველოში იყო ერთ-ერთი უძლიერესი ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საპროექტო ინსტიტუტი, მისი დირექტორი მრავალი წლის განმავლობაში იყო ბატონი ანზორ ჭითანავა და დღეს ის ჩვენი სტუმარია. ასევე ჩვენი სტუმარია დღეს ქართული ენერგეტიკის ფლაგმანის ენგურხესის გენერალური დირექტორი, ენგურის კასკადის გენერალური დირექტორი ბატონი ლევან მებონია. სანამ კითხვებს დავსვავდე ბატონებთან, მე მინდა სწორედ ამ თემას დავუბრუნე, რომ ჩვენთან საკმაოდ კარგი სკოლა იყო, ბატონ ანზორთან მინდა ესა, შესწავლა ჰიდროპოტენციალის ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა საკმაოდ პროფესიულ დონეზე. კი ვამბობთ მუდმივად, რომ საქართველოს მდიდარი ქვეყანა ვართ ჰიდრორესურსებით, 26,000-მდე მდინარე გვაქვს და ეს უფლისგან მოძებული ეს სიმდიდრე გვაქვს. და მინდა ისტორიაზე, ამ დარგის თვითონ შესწავლის ისტორიაზე და დღევანდელ დღეს თუ რა მდგომარეობაშია ეს დარგი და რა პერსპექტივები გვაქვს, აი ამ კითხვით მინდა მოგმართოთ და თავიდანვე მინდა გაგაცხადოთ ბატონ ანზორ და ბატონ ლევან, რომ შესაძლებელია შეგაწყვეტიოთ, იმიტომ რომ სპეციფიკა რომ შემოდის ზარები და თავიდანვე ბოდიში მოგიხდით ამაზე და იმედია რომ აი მოკლედ, იმიტომ რომ ბევრ თემაზე გვინდა ვისაუბროთ და მოკლე პასუხებით თუ შევძლებთ რომ მაყურებელიც დავაინტერესოს ამ უნიშნულოვანეს ქვეყნისთვის ვიქნები ძალიან ბედნიერი. გთხოვთ ბატონ ანზორ. დიდი მადლობა ბატონ დავით პირადად თქვენ მოწვევისათვის, დიდი მადლობა ტელეკომპანია ობიექტივს ენერგეტიკისადმი გამოჩენილი ყურადღების გამო. ჩვენ განებიურებულები არა ვართ ამ ფაქტით და დღეს ნამდვილად მიხარია რომ აი ამ სიტუაციაში თქვენთან კოლეგებთან ერთად მიწევს ლაპარაკი და მოხარული ვარ რომ ეს ხდება ისეთ პერიოდში, როდესაც ჩვენ ქვეყანაში უკვე გარკვეული პერსპექტივები გაჩნდა იმისათვის რომ ენერგეტიკას მიეცეს სათანადო შეფასება. რაც შეეხება თქვენ კითხვას, პირდაპირ გეტყვით რომ 1893 წელს ჩვენ საქართველოში ბორჯომის მცირე ჰიდროელექტროსადგური გქონდა, ავაშენეთ, მხედველობაში მაქვს იმ პერიოდის ხელისუფლებამ ეს გააკეთა, ასე რომ საქართველოში ყველა ჩანასახი ამ დარგის უკვე იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც მსოფლიოში ეს დარგი იღებდა სასტარტო პირობებს. მე მოხდა ის, რომ საპროექტო ჯგუფმა სამი კაცის შემადგენლობით მე მინდა გვარები დავასახელო, ეს მელიქ ფაშაევი, ალექსანდრე ლოსაბერიძე და სერგო შანშიევი, რომლებმაც შეიმუშავეს პროექტი სახესის, ზემოავჭალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი 1922 წელს და თქვენ იცით რომ 27 წელს ეს სადგური იქნა გაშვებული წარმატებით. ეს სადგური დღესაც ჩვენივრად მუშაობს. აქედან დაიწყო ჩვენი ისტორია და აქედან თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ აქედან დაიწყო საქართველოში ენერგეტიკული
პროფილის საპროექტო საძიებო სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციები ჩამოყალიბება და თქვენ როგორც აღნიშნეთ ჩვენ მაშინათვე ესე იგი ამ პერიოდიდან დაახლოებით ამ 50 წლიანი თუ 70 წლიანი პერიოდის განმავლობაში ჩამოგვეყალიბდა ესეთი სტრუქტურები, რომლებიც ძალიან ავტორიტეტული და ძალიან ესე იგი შედეგიანები აღმოჩნდნენ ჰიდროენერგეტიკასთან მიმართებაში, რამაც მხედველობაში. ის რომ საქართველოში ეს გველროს გეგმით არ იყო აშენებული, ეს მინდა დავაზუსტო. მე რამდენჯერმე გამისწორეს ამ სპეციალისტებმა, იმიტომ რომ ისინი მე მოვესწარი იმ პერიოდს, როდესაც ისინი ჩვენთან მუშაობდნენ და გამისწორეს რამდენჯერმე მეგონა გველროს გეგმით ხდებოდა ზახეთის მშენებლობა. არა, არ ყოფილა. ეს სამრეწველო მოთხოვნით და სამრეწველო კომუნალური ინტერესებიდან გამომდინარე, როცა შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, გადაცემა, აი ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით ეს სადგური დაპროექტდა და გაკეთდა. ამის მერე საქართველოში ძალიან ბევრი ესე იგი მეცადინეობა იყო იმისათვის, რომ დასაბუთება ჩვენი პერსპექტიული განვითარების ყოფილიყო სათანადო სიმაღლეზე და თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით რამოდენიმე სპეციალიზებული ორგანიზაცია მუშაობდა და ისიც მინდა ვახსენო, რომ საქართველოში პირველად ესე იგი საბჭოთა სინამდვილეში აკადემიკოს გივი სვანიძის ხელმძღვანელობით მოხდა ჰიდროენერგეტიკული რესურსების შეფასება და ეს წიგნი დღესაც სახელმძღვანელო წიგნია ყველა სპეციალისტისათვის და ის ფასდაუდებელია თავისი სიზუსტით, თავისი მოცულობით, მასშტაბებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში 25 წელიწადია ჩვენ ქვეყანაში ესე იგი თავარი პირობა, ესე იგი ჰიდროლოგიური სურათის, ჰიდროლოგიური მონაცემების მიღების შესაძლებლობები ჩვენთან დაიკარგა. იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში ეს კეთდებოდა, ყოველდღიური ანათვლები, ყოველდღიური ესე იგი მონაცემები ფიქსირდებოდა და შესაძლებელი იყო მითი სარგებლობა და დღეს მოხდა ისე რომ ეს მონაცემები ჩვენ საერთოდ არ აგვაქვს და ამ მიმართულებით მუშაობა ჯერჯერობით დაწყებულიც არ არის. ეს არის დაფრთხობის ერთ-ერთი საშუალება, როდესაც ინვესტორი მოვა და მან არ იცის და ინტერპოლაციით და ირიბად უნდა გაიგოს არის კლების ტენდენცია, არის მატების ტენდენცია, არის პერსპექტივა თუ არ არის პერსპექტივა. ასე რომ ამ მიმართულებით ესე იგი დღეს ძალიან დიდი სერიოზული პრობლემებია და ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყვეტეს. რაც შეეხება საქართველოში ამ დარგის წარმოჩენას, მისთვის საკმარისია დავასახელოთ მარტო ინგური. 61 წელს, როდესაც ეს პროექტი დამტკიცდა, მისი ესე იგი პარამეტრები იყო იგივე რაც დღეს, მაგრამ ღირებულება იყო სხვა და ეს არ იყო დაკავშირებული ჩვენ უწოდინარობასთან, არ იყო ჩვენი სპეციალისტების ესე იგი გაიოლებულ მიდგომასთან შეფასებისადმი, არამედ ეს იყო პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც ჩვენმა სპეციალისტებმა ჩვენი ხელისუფლების დახმარებით შეძლეს საკავშირო მთავრობისათვის დაემტკიცებინათ, რომ ზოგჯერ ჰიდროსადგურის აშენება უფრო უკეთესია, ვიდრე წყალსადგურის აშენება და ეს გახდა საბაბი იმისათვის, რომ ტიტული გახსნილი ყოფილიყო და ეს მშენებლობა წარმართული ყოფილიყო. იმ პერიოდში მე მინდა ვთქვა, რომ იმ პერიოდში საფონო ბალიანობა იმ რეგიონის იყო 6 ბალი. და ჩვენმა სპეციალისტებმა ამ პროექტში მოახერხეს 1961 წელს. ეს მინდა რომ დაიმახსოვროს ჩვენმა მაყურებლებმა და მსმენელებმა. ჩვენმა სპეციალისტებმა მისი მნიშვნელობიდან, ამ უნიკალობიდან გამომდინარე მოახერხეს და დაასაბუთეს, რომ მისი ბალიანობა გათვლილი ყოფილიყო 9-ზე, 9 ბალიან ინტენსივობაზე. ეს იყო გარღვევა იმ დროისათვის. და დღეს როგორც ესე იგი ვხედავთ ჩვენ ეს თეზისი, ეს მიდგომა აღმოჩნდა ერთადერთი სწორი და დღეს ჩვენ მშვიდად ავართ და გარკვეულწილად ვამაყობთ კიდევაც იმითი, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა და დღეს ჩვენი ნაგებობა ამ პირობებში მუშაობს კარგად. რა მინდა ვთქვა კიდევ, მეორე მიღწევა, რომელიც ჩვენ ასევე ჰიდროენერგეტიკაში პრაქტიკულად განვახორციელეთ ჩვენი ქვეყნისათვის, ეს არის ჟინვალის კომპლექსის მშენებლობა. აქ პრაქტიკულად თავი მოიყარა ჰიდროენერგეტიკის კომპლექსურობის ყველა პარამეტრმა. და წყალმომარაგება, ენერგეტიკა, მორწყვა, წყალდიდობასთან ბრძოლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მიუდგეთ ჩვენ ჰიდროტექნიკურ მშენებლობას და როგორი როლი უნდა მივანიჭოთ მას სოციალური, ეკოლოგიური, ეკონომიკური და თუ გინდათ პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის დროს. დიდი მადლობა ბატონო ზორ,
ქართულმა ენერგეტიკამ დიდი გზა ჰიდროენერგეტიკამ გაიარა ბორჯომის ჰესიდან ენგურ ჰესამდე და დღეს დიდი პატივია ჭირს რომ ბატონი ლევან მებონეა ენგურ ჰესის გენერალური დირექტორია აქ ენგურით მართლა ენგურ ჰესი მართლა უნიკალური პროექტი იყო უნიკალური მშენებლობის ისტორიითაც პროექტითაც კონსტრუქციული გადაწყვეტილებითაც მე ქონდა ბედნიერება რომ როცა იტალიაში ხანგრძლივად გავხდით 99 წელს მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მეოთხე კურსის სტუდენტებთან რო შევედი და ნახე რომ ენგურის პროექტს სწავლობდნენ და რომ უთხარი და საკმაოდ ისეთი თემა იყო ჩემთვის ამაღელვებელი თემა იყო იმიტომ რომ გაკრული აუდიტორიაში იყო ნიკურაძის გრაფიკები ცნობილი ქართველი ჰიდრაულიკის რომელიც და ყველა ჰიდრაულიკა მსოფლიოში იცის ამ ადამიანის შესახებ და მისი გრაფიკები იყო და რომელიც გერმანიაში მოღვაწეობდა ერთ-ერთ ბრწყინვალე ლაბორატორიაში და ერთ-ერთი წარმატებული ჰიდრაულიკოსი იყო იმ პერიოდის და რო უთხარი რომ მე ვთხარი მე იმ ქვეყნიდანა ვარ სადაც ნიკურაძეა დაბადებული და სადაც ეს არის სწორედ ამ თემაზე მინდა ბატონ ლევანს დაუსვა კითხვა მაყურებელმაც მინდა იცოდეს რომ თუ რა როლი შეასრულა და მე მინდა ბატონ ლევანისგან რომ ქართულ სინამდვილეში დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომაც აი ენგურ ჰესმა შეასრულა უზარმაზარი როლი როცა ენერგეტიკული მდგომარეობიდან გამოსვლაზეა საუბარი და რომ კრიზისიდან თავის აღწევაზე აქაც ენგურის როლი არის უზარმაზარი სწორედ რეაბილიტირებულმა ენგურ ჰესმა მოახერხა ის რომ უზარმაზარი ტვირთი აიღო თავის თავზე მე მინდა ენგურ ჰესზე დღევანდელ მდგომარეობაზე ბატონ ლევან მთელი კასკადის ენგურ ჰესისა და ვარნილის დღევანდელ მდგომარეობაზე და რა სამუშაოები ჩატარდა ბოლო 10 წლების განმავლობაში აი ამაზე მინდა რომ მოკლედ მითხრათ მადლობთ ბატონ დავით მოწვევისთვის მოგესალმებით ტელემაყურებელს მადლობთ ენგურ ჰესის შესახებ არასპეციალისტებმაც გიციან ჩვენს ქვეყანაში რასამონათლეს სადგური ერთ-ერთი უნიკალურია მსოფლიოში თავისი პარამეტრებით თაღოვანი კაშხლით 16 კილომეტრიანი სადერვეცე გვირაბით და მიწისქვეშა სადგურით მისი გამომუშავება დღეს შეადგენს საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-42% მუდმივად ხოლო ზოგიერთ წელიწადში 12 წელიწადში მაგალითად 2010 წელს მისმა და ვარნიხესის გამომუშავებამ ჯამურად შეადგინა საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 54%. აქ ალბათ ყველაფერი გასაგებია და კომენტარი ზედმეტია. 90-იანი წლების ნგრევამ სამწუხაროდ რაც ჩვენს ქვეყანაში იყო ძალიან მძიმე დაღი დაასვა ამ ნაგებობას 5 აგრეგატიდან წარმატება ითვლებოდა თუ 3 მუშაობდა მუდმივად 2 მუდმივად დაზიანებული აბსოლუტურად იზოლირებული და მოწყვეტილი ვიყავით ჩვენს ძირითად მომწოდებლებს რომლებიც იყვნენ რუსეთიდან უკრაინიდან ერთი დაზიანებული აგრეგატიდან მეორეზე რაღაც გადაქონდა იქიდან მესამეზე და ჯახირი და წოლებით რაღაც მაინც მუშაობდა არ გაჩერებულა 1 წუთი და იმ წლებში 93-დან დაწყებული 2003-მდე მაინც ენგურის როლი იყო უდიდესი მართალია მაშინ დამახინჯებული პარამეტრებით მუშაობდით ენერგოსისტემაში 42% და ალბათ 42 ჰერცის სიხშირით ისი ანალოგი ალბათ სოფლიოში არ არის მართლა ჩვენ შეძლებთ თითქმის განადგურებამდე მივიყვანეთ მოწყობილობები მაგრამ იმ წლებშიც კი ენგურის წვლილი უზარმაზარი იყო 30-35% იყო გამომუშავებული ელექტროენერგიაში 97 წლიდან ბატონ დავით თქვენ გახსოვთ თქვენ იყავით ერთ-ერთი ინიციატორი დაიწყო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დახმარებით შესწავლა ენგურის რეაბილიტაციის პროგრამის ჩაერთვნენ უცხოელი კომპანიები და 2004 წლიდან 2013 წლიდან დაიწყო აქტიური სამუშაოები ძალიან დიდი მოცულობის თანხებით დაიხარჯა უზარმაზარი მატერიალური და ფიზიკური რესურსები ინტელექტუალურიც და დღეს შეგიძლიათ ჩავთვალოთ რომ ენგურ ჰესი არის ძალიან საიმედო ნაგებობა დანერგილია კაშხალზე თანამედროვე მონიტორინგის სისტემა, რომელიც აკონტროლებს კაშხლის ქცევას, აქ მონაწილეობას იღებს დაახლოებით 5500 საკონტროლო გამზომი აპარატურა, ეს მოდის პერმანენტულად კომპიუტერულ ქსელში და მონაცემების დამუშავება ხდება ავტომატურად. გვაქვს ურთიერთობა თავდაპირველ დამპროექტებთან, მოსკოვის ინსტიტუტთან, ასევე შვეიცარიულ კომპანიებთან, ფრანგულ კომპანიებთან და მუდმივად მოვდის შეფასებები და საქართველოში კიდევ ინზერცია მიგდან მუდმივად მოვდის შეფასებები, რომ ნაგებობა არის კარგ მდგომარეობაში.
ასევე ჩატარდა გვირაბის გარკვეული საშიში მონაკეთების გამაგრების სამუშაოები. თუმცა აღმოჩნდა, რომ 2015-დან 2016 წელს ჩვენ აუცილებლად მოგიწევს ხესის მთლიანი გაჩერება დაახლოებით 3 თვით, რომ დარჩენილი ზოგიერთი მონაკეთი გავამაგროთ, რომ საერთოდ თითქმის არ ქონდეს იმის განსხვავება, რომ რამე მოხდება. მთლიანად ესე იგი 4 აგრეგატი დამთავრდა მთლიანად, ეს განახლდა თანამედროვე, შეიძლება თქვა, რომ თანამედროვე მოთხოვნების მოწყობილობა დამონტაჟებული და ნოემბერში მთავრდება ბოლო მეხუთე აგრეგატის რეაბილიტაცია. 2010 წელს 2010 წელი იყო გამორჩეულად წყალუხვი წელი, მაგრამ მასში იმ პერიოდში ჰქონდა 3 რეაბილიტირებული აგრეგატი და 2 საკმაოდ ესე შემდგომარეობაში. და პირველად ემგურჰესის ისტორიაში გამომუშავეთ საპროექტო მონაცემები დადგენილი გამომუშავება 4 მილიარდ 330 მილიონი კილოვატსაათი პლუს იმავე წელიწადს ვარნახესმა გამომუშავა 700 მილიონი კილოვატსაათი და ჯამში იყო 5 მილიარდ 300 მილიონი, რაც სარეკორდოა და იმ წლის საქართველოს მოხმარებაში იყო დაახლოებით 53%. ჩვენ ძალიანაც რომ მოვინდომოთ და ძალიან რომ გინდოდეს ენგურისნაირ ობიექტს საქართველოში ვერ ავაშენებთ უკვე, იმიტომ რომ არ არის ფიზიკურად, გეოგრაფიულად ასეთი პირობები, მაგრამ ის დანარჩენი ხესები, რაც არის, აუცილებლად გამოვიყენოთ. სამწუხაროდ თეთრი ბატონზრმა და ბატონის ამოზანზერის გამოსვლაში ყოველთვის ნამუშევრებში დაფიქსირებულია და სხვებისაც რომ 12% გვაქვს თუ 11% მარტო ათვისებული. ეს არის კატასტროფა ჩვენთვის. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი რესურსი. ჩვენ ხშირად საუბრებში ადამიანები ამბობენ, როგორ გავმართავთ თქვა იმ ქვეყნებს, სადაც ნავთობი არის. არ არის ეს სწორი, ეს ნავთობი გამოწვევადია ხო, წყალი განახლებადია, ჩვენ უფრო მდიდრები ვართ, იმას ჩვენურად გამოვიყენეთ. ახლა გავაგრძელებ ამ რეაბილიტაციის თემას, ახლა ჩვენ ვაწარმოებთ ვარნახეს პირველის რეაბილიტაციას, რომელიც სიმძლავრით არის მეორე სადგური. ბატონო, ვარნილის თემას დაუბრუნდები, მე მინდა ისევ ამ თემას, რაზეც დაიწყეთ საუბარი თქვენ ჰიდროენერგეტიკულ როლზე და აი 11-12%-ზე, რომელიც არის ათვისებული, აი მაგ თემა მინდა გავაგრძელოთ და შემდეგ აუცილებლად ვისაუბრებთ ვარნაზე. უნებრივია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 60 ჰესია აშენებული საქართველოში. თუ შევადარებთ პატარა შვეიცარიას, რომელსაც გაცილებით პატარა ტერიტორია უჭირავს ვიდრე საქართველოს. ხო, იქ არის 550 ჰიდროსადგური, როგორც გითხარით, 250 სადგური არის წყალსაცავენი. ავსტრიის მაგალითი, ნორვეგიის მაგალითი, რომელსაც ასევე დიდი ჰიდრორესურსი აქვს. ფაქტიურად ყველა ამ ქვეყნამ ამასინათ ერთ-ერთ შეხვედრაზე მოვისმინე, რომ ნორვეგიაში დარდობენ, რომ ააშენეს. არ არის მართლა ეხლა, ვინც ყოფილა და მქონია ბედნიერება, ყოფილიყავი რავალჯერ ამ ქვეყანაში და უამრავი სადგური მაქვს, არ არის იქ ესეთი პირიქით შემოსავლის დიდი წყაროა. ნორვეგია ექსპორტზე გააქვს ელექტროენერგია, ისევე როგორც ბუნებრივი გაზი იმ ქვეყანას მის საშუალება აქვს, მაგრამ ელექტროენერგია არის ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო. როცა ვამბობ, ბატონებო, როცა ვსაუბრობ მე ამ ჰიდროენერგეტიკის აუცილებლად ათვისებაზე, მომყავს შვეიცარიის, ავსტრიის მაგალითი, ну შედარებით ალპურ ზონაში ყოფი ქვეყნების, რომელმაც ფაქტურად 99%-მდე აითვისეს თავისი ისა. 2012-ში დამთავრდა მშენებლობა ახალი წყალსაცავიანი კაშხალის წყალსაცავით ავსტრიაში. და ესე და ოპონენტები იცით რა, ავსტრია და შვეიცარია არ არის ესეთი სეისმური ზონა და ესეთი სეისმური ზონა როგორც საქართველოა. მაშინვე მომყავს იაპონიის მაგალითი და მე მინდა ვთხოვო გადაცემის რეჟისორს, რომ გაუშვას აი ეს პატარა კლიპი, რომელიც ჰიდროენერგეტიკის და კერძოდ კაშხლების მშენებლობის და წყალსაცავების შექმნის ტენდენციას აღნიშნავს იაპონიაში 1906 წლიდან დაგეგმილი 2023 წლამდე. ჩვენ არა გვაქვს და გთხოვთ გაუშვათ, აი ეგერ არის, ეს არის კაშხლების მშენებლობა 1906 წლიდან 2023 წლამდე. ნახეთ მთელი
იაპონიის ტერიტორიაზე ადგილს ვერ ნახავთ, სადაც არ იყოს აშენებული. აი სწორედ აი ამ ნახაზიდან და ამ პატარა მონაკვეთიდან ფირიდან ნათლად ჩანს თუ 2500 სადგური აშენებული, წყალსაცავიანი სადგური არის აშენებული იაპონიაში და 2023 წლამდე იგეგმება დამატებით 250 ჰესის მშენებლობა. ბატონო, ეხლა რა კითხვასაც დაგისვათ, თქვენი ცნობილია, რომ სულ ახახან სოფლიო ბანკმა ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან სოფლიო ფორუმზე რომელიც მალაიზიაში ჩატარდა, განაცხადა თავის ახალი სტრატეგიის შესახებ, რომ ის ბრუნდება ჰიდროენერგეტიკის განვითარებას და ბოდიში მოიხადა დიახ და ლაპარაკია დიდი მასშტაბის ჰიდროსადგურებზე. მაპატიეთ აი ზარია ეთერში და გისმენთ ბატონო. ალო მოგესალმებით დიდი პატივისცემით. იცით რა შეკითხო გვაქვს? გვაინტერესებს რა აზრისას ბრძანდებით ქარის ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით და მზის ენერგიის. ხომ შესაძლებელია რომ აი ვთქვათ ჯერ ერთი ესაკითხა და გარდა ამისა კიდე მცირე და საშუალო ზომის ხესები რომ ესე იგი მოხდეს მათი მშენებლობა რაც შეიძლება მეტი რაოდენობით და აი დიდ ხესებს მოვერიდოთ, იმიტომ რომ მაინც არისკოა. მადლობთ ხალბატონო. აი სწორედ ამაზე ვსაუბრობდი. თუ რისკი ახლა თუ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ჰიდრონაგებობების მშენებლობის რისკი არის დინამიური დატვირთვაზე. სწორედ ის ნახაზი მოვიტანები, უბრალოდ ის პატარა ფირი გავუშვი იაპონიაში, რომ დატვირთვების აი ამ დატვირთვების დროსაც შესაძლებელია ძალიან მაღალი კლასის მშენებლობის ჩატარებით ურისკოთ არც ერთი ჰიდრონაგებობა იაპონიაში არ დანგრეულა ცნობილი მიწისძვრების დროს. როცა უზარმაზარი მიწისძვრები იყო და არც ერთ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას არ მიუღია ზარალი. რამდენიმე 2008-ში იყო, რომელმაც ავტობანები დაანგრია უზარმაზარი ზარალით და ჰიდრონაგებობებზე ფაქტურად არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა. მე მინდა ისევ იმ კითხვას დავუბრუნდე და ქალბატონს უპასუხებ აუცილებლად. ბატონო, აი ეს სტრატეგია შეცვალა. თვლიან რომ ეს არის განახლებადი ენერგიის ისეთი უპირობო წყარო, რომელმაც აუცილებლად უნდა მოახდინოს შერბილება სათბური გაზების ემისიის პერსპექტივაში და ამიტომ გამოწვეულია სწორედ რომ დიდი მასშტაბის $1 მილიარდ დებს სოფლიო ბანკი სწორედ სტიმულირებისთვის აი ესეთი ტიპის ჰესების მშენებლობისთვის განვითარებად ღარიბ ქვეყნებში. განვითარებაში ყველგან ათვისებულია. კიდევ ერთი ზარია და გისმენთ. Gampise. გისმენთ ბატონო. თქვენს ნათქვამს მინდა დავამატო, რომ 2020 წლამდე საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენციის მიერ დადგენილია პარამეტრები, რა მიმართულებით უნდა წავიდეს ენერგეტიკული განვითარება და იქ ჰიდროენერგეტიკას დაახლოებით 2 ტრილიონ ნახევარზე მეტი როლი აქვს, ესე იგი მიკუთვნებული. ეს არის უზარმაზარი ციფრი და შემიძლია კიდე გითხრათ, რომ დღეისათვის მსოფლიოში ელექტროენერგიის წარმოებაზე იხარჯება დაახლოებით 10 მილიარდი ტონა პირობითი საწვავი. ეს არის კიდე უზარმაზარი ციფრი თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი ესე იგი ნაგებობებით, ეს ძირითადი ფონდები და ასე შემდეგ და წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი ერთად აღებული არის ისეთი დიდი ესე იგი მეურნეობა, რომელსაც ანალოგია რა აქვს სოფლიოში და მისი მართვა პრაქტიკულად ესე იგი არის ძალიან რთული, ძალიან ძნელი, მაგრამ მიუხედავად ამისა დემოგრაფია, კლიმატი, წყალის მოთხოვნილება, საჭმელზე მოთხოვნილება და ასე შემდეგ ჩვენ გვეუბნება რომ ჩვენ მაინც უნდა გამოავითაროთ ენერგეტიკა და ეს მოთხოვნილება 10 მილიარდიდან გაიზრდება 12-13 მილიარდამდე, მაგრამ გარკვეული დროის მერე მოხდება სტაბილიზაცია. ესე იგი, როდესაც ენერგიით გაჯერდება განვითარებული ქვეყნები, განუვითარებელი ქვეყნები მივლენ განვითარებული ქვეყნების დონეზე და იქაც მოხდება გაჯერება, მაგრამ ამ სტრუქტურის გადაწყობას, ამ გაჯერების პროცესის დადგომას ათეული წლები უნდა და ამ პერიოდში სავსებით სამართლიანი იყო შეკითხვა, ხوار შეიძლება რომ მივეხმაროთ მათ მზის ენერგიის გამოყენებით, მცირე ენერგეტიკული
ესე იგი სიმძლავრეების გამოყენებით, მცირე ჰიდროსადგურების, მცირე ქარის დანადგარებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ეს ჩანაცვლება არ იქნება ბატონო დავით და მინდა რომ ჩვენმა ტელემაყურებლებმა გაითავისონ რომ ეს ჩანაცვლება არ იქნება, ეს იქნება ესე იგი შემსუბუქება მოთხოვნის რომელიც გამოიხატება იმაში რომ თუ ჩვენ დღეს გვინდა დაუშვათ სიტყვაზე ვამბობ 10 მილიარდი კილოვატ-საათი აი ამ დანადგარებით და ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში შეიძლება 1%-ით ერთი წლის განმავლობაში შევამციროთ მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს შეცვლის ჩვენ სტრუქტურას. ჩვენ სტრუქტურას ეს არ შეცვლის, ჩვენი მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე განუყრელად იზრდება და მინდა კიდევ აი მსოფლიო ენერგეტიკული კონფერენციის მასალების მიხედვით ისიც მოგახსენოთ რომ მსოფლიოში უახლოეს პერიოდში მოხდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების ზრდა. ესე იგი ყველა დანარჩენი ენერგომატარებლის შემცირება და ზრდა მოხდება ელექტროენერგიაზე და ამიტომ ჩვენ საქართველოში თქვენ ძალიან სწორად ძანეთ რომ არა გვაქვს ათვისებული ეს არის გზა რომელიც მაგალითს გაძლევთ წინაკაცი უკანაკაცის ხიდიაო და ის მაგალითი რომელიც თქვენ მოიყვანეთ ზუსტად ამას ემსახურება რომ ჩვენ ხედავთ რომ მთელი მსოფლიო ესე იგი მიდის ამ მიმართულებით მაგრამ ჩვენი მოთხოვნილება მიმბაძველობა კი არ არის ჩვენი მოთხოვნილება არის ჩვენი საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება და ჩვენი საკუთარი ინტერესები პირველ რიგში არის უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რომელსაც მე მინდა განმარტება მივცე ბატონო დავით თუ მომცემთ ამის საშუალებას, ეს არის დამოუკიდებლობა, ჩვენ არ უნდა გავიგოთ, ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიქნებით 100%-იანი ენერგეტიკულად დამოუკიდებელი, იმიტომ რომ გაზი, ნავთობი, ნავთობპროდუქტები ეს ყველაფერი შემოდის, შემოტანილია, ჩვენ არ გავაჩნია, მაგრამ ითვლება რომ ენერგეტიკულ ბალანსში 50-დან 60%-მდე თუ არის ესე იგი დაკმაყოფილება საკუთარი რესურსებით ის არის ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ვართ უკვე ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ მოდი ნუ ვიქნებით ოპტიმისტები და გადაჭარბებულად ნუ შევართ. ჩვენ ვართ ელექტროფიკაციის ყველაზე დაბალი დონის ქვეყანა. სადაც წარმოების პროცესები, ერთეულ პროდუქციაზე დანახარჯები არის ძალიან მაღალი. და ეს შეუთავსებელია იმ ეკონომიკურ ზრდასთან, რომელიც ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მივაღწიოთ ამას უახლოესი 20 წლის განმავლობაში და თუ ჩვენ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მინიმალური პროცენტი რომლითაც ჩვენი ეკონომიკა უნდა განვითარდეს ამ შემთხვევაში არის 10-12 და ქვევით არ შეიძლება თორე 20 წელიწადში ვერავის ვერ დავეწევით მაშინ გამოდის რომ ენერგეტიკულ ბალანსში ძირეული ძვრები უნდა მოხდეს და ეს ძირეული ძვრები უნდა მოხდეს სწორედ იმ რესურსების ბაზაზე რომელზედაც იყო აქ ლაპარაკი ეს არის ჰიდროენერგია და ჰიდროენერგიას საქართველოში აქვს ეს რესურსი და თუ მაქვს საშუალება იმასაც გეტყვით რომ გადაჭარბებული შეფასებები გვაქვს ჩვენ ამ რესურსის მიმართ იმიტომ რომ თელ მსოფლიოში წავიდა კლების ტენდენცია მინდა მოგახსენოთ განსაკუთრებით როდესაც აფრიკის კონტინენტზე ამბობდნენ რომ ეს არის გამოულეველი ენერგიის კონტინენტი გამოირკვა რომ ის ნახევარია რასაც პროგნოზირებდნენ ასევე გამოირკვა რომ ევროპა უფრო მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით ვიდრე იყო გამოცხადებული და ამერიკა სამხრეთ ამერიკა და ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილი კიდევ მდიდარია და რუსეთი არის მდიდარი და ჩვენ ვართ მდიდრები მაგრამ ისიც უნდა ვთქვა რომ უკვე გარკვეული ტენდენციებიც არის კლების ბატონო დავით ესე იგი ჰიდროლოგიაში გარკვეული ძვრები მოხდა და ეს ძვრები ჯერჯერობით ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ამ მასალების უქონლობის გამო, რომელზედაც მე მქონდა ლაპარაკი, ჩვენ ივიბად ვაკეთებთ დასკვნებს, პირდაპირ დასკვნების გაკეთება და ესე იგი სტატისტიკური მონაცემებით არ შეგვიძლია, ეს არის ძალიან ცუდი, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ინვესტორს კითხვის ნიშანი არ დაებაროს. და ჰიდროენერგეტიკას მიცეს ამითი საშუალება, რომ ინვესტორის დაინტერესება იყოს მეტი. დიდი მადლობა. მე ბატონ ზორ აბსოლუტურად გეთანხმებით. კიდე ერთი მინდა რომ მზის ენერგია, ქარის ენერგია ძალიან კარგია, მაგრამ მე მინდა უფრო რაციონალურ თემაზე ჩამოვიდე, ეს არის დღევანდელი ტარიფები, ის რაც თქვა, მათი შექმნის ტარიფები. ისეთ სიმაღლის მაგალითად გეტყვით რომ ბანკისთვის რომ მისაღები იყოს ტარიფი ერთ-ერთ პროექტზე რომელშიც ვიღებდი მონაწილეობა და ქარის ენერგეტიკაზეა საუბარი ბანკისთვის მისაღები იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში და თვითონ პროექტი იყო ეკონომიკური სარგებლიანი თუ ტარიფი იქნებოდა მინიმუმ 9 ცენტი მაგრამ საუკეთესო ვარიანტი იქნება 12 ცენტიანი
მზის ენერგეტიკაზე არ ვსაუბრობ, მივდეჯერ ვისაუბრეთ უკვე ამ გადაცემებში ამ თემაზე, რომ ეს მისი დღევანდელი ღირებულება ევროპაში ეს არის 23 ევროცენტი. მე მინდა კითხვით დაუბრუნდე ისევ დაუბრუნდე ბატონ ლევანს და მან საუბარი დაიწყო ვარდნილხეზე და მანამდე თუ შეიძლება კი ბატონო ზანეთ შეკითხვას ცივი და საშუალო ხესებზე მინდა უპასუხო. ცივი და საშუალო ხესები რა თქმა უნდა საჭირო და სასარგებლოა. მაგრამ დავიწყოთ ცოტა შორიდან. საქართველოს დინარები მოგეხსენებათ ხასიათებიან ძალიან დიდი ცვალებადობით წყლის ხარჯისა გაზაფხულზე და შემოდგომა ზამთარში. ერთადერთი ენგურია, რომელსაც ხანგრძლივი შედარებით ხანგრძლივი 4-იანი წყალდიდობა გაწყებული აპრილიდან ვიდრე აგვისტოს ბოლომდე. ეს რიონიც კი, რომელიც ყველაზე დიდი მდინარეა საქართველოში, მტკვარი იწყებს წყალდიდობას აპრილში და ივნისის ნახევარში დამთავრებულია. თუ წყალსაცავი არ გავაკეთეთ, კაპიკია ამ მდინარეებზე გაკეთებული ჩამონადენზე მომუშავე ჰესების ფასი, იმიტომ რომ ზამთარში ელექტროენერგია არ გვექნება. ეს ერთი. მეორე, თუ ავიღებთ კლასიფიკაციას, თქვათ რუსულს, მცირე ჰესი ითვლება 10 მეგავატამდე, ხოლო ევროპაში 13 მეგავატამდეა. თქვათ ავიღოთ ხუდონჰესი, რომელიც ახლა აქტიურად განიხილება 700 მეგავატიანი სადგური. ეს რო ჩავანაცვლოთ 10 მეგავატიანი სადგურები, დაგვჭირდება 70 10 მეგავატიანი სადგურის გაკეთებას. ამ 70 სადგურამდე გზა უნდა მივყვანოთ შესაბამისად. თან ეს ჰესები ჩამონადენზე თუ დიდი წნევა არ ექნა, ვერანაირად ვერ იმუშავებს. ანუ უგზობაში, მთაში უნდა გავიყვანოთ გზა, კომუნიკაციები უნდა გავაკეთოთ, საცხოვრებელი უნდა გამოვიტანოთ ის ელექტროენერგია იქიდან, რამდენი ხაზი უნდა ავაშენოთ ამისთვის. ეს რა ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს. absolutურად გეთანხმებით, შესწავლებიც არის, რომ ეს რენტაბელურია, ამიტომ ჩვენ მდინარეებზე აუცილებელია წყალსაცავების გაკეთება, მაგრამ ეს უნდა იყოს შესწავლილი და რაციონალური, რაღაც შუალედი უნდა მოიძებნოს. ადამიანის ნებისმიერი მოქმედება ზიანს აყენებს გარემოს. სახლს რო ვიშენებთ ჩვენ, იმით უკვე რაღაც ეკოლოგიურ წონასწორობას აგვადგეთ, მაგრამ მღვიმეში ხარ ვიცხოვრობთ, ელექტროენერგია ხო გინდა უზადებას. თუმცა დღევანდელი ტექნოლოგიები ნამდვილად მე არ ვამბობ და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არავინ დღეს ვინც აქ არის და საერთოდ აქ ვინც ექსპერტები ყოფილა, გარემოს დამცველებიც იყო, მინდა თქვა, რომ არავინ არ არის წინააღმდეგი, რომ მაქსიმალურად იყოს ზემოქმედება გარემოზე შესწავლილი. ეს შესწავლა იმისთვის, რომ მინიმიზაცია მოხდეს და შერბილება, მაქსიმალური შერბილება და დღევანდელი ტექნოლოგიები ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. თავიდან აღნიშნე, რომ ენგურზე უფრო დიდი სადგური საქართველოში ვერ აშენდება. ბატონო, აი შეუძლია ვინმეს კონკრეტულად თქვას, რა დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას ენგურმა? ან შეიძლება ავწონოთ ის სადგებელი, რაც ენგურის გამოვიღეთ, შევადაროთ იმ ზიანს, რაც მივიღეთ, ეს ხომ უბრალოდ ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან არ აშენოთ ესები, არ თავაზობენ ალტერნატივას, რითი ვიცხოვრობთ. აქტუალ ჩავამატეთ არ გამოვა. ესე იგი მე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ ენგურის პროექტს ვამტკიცებდით, ვამუშავებდით იმ პერიოდში საერთოდ გარემოს დაცვის საკითხები დღეს ესეში არასოდეს არ იდგა წყალსაცავის მომზადების საკითხი. ესეთი თემა იყო და ტომი კეთდებოდა ეს. და გარემოს დაცვის საკითხები გააქტიურდა 85 წლიდან. მე რა მინდა გითხრათ, პირველი გარემოს დაცვითი პროექტი ჩვენ ქვეყანაში გაკეთდა ენგურთან დაკავშირებით. ეს ესე იგი სანაპირო ზოლი გუდავა ხობი მონაკვეთი 40 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ენგურის გადაკეთვასთან დაკავშირებით ირეცხება და დეფორმაციები მიდის მანდ. ესე იგი ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, არის ასეთი ორგანიზაცია საკნაპირ დაცვა, რომლის ხელმძღვანელი იყო ბატონ არჩილ კიკნაძე, მისი უშუალო მეცადინეობით და უშუალო მონაწილეობით, მისი დავალებით, ესე იგი დაზუსტა ეს დავალება და ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, აი ნაპირის დაცვის პროექტი. და საკავშირო მთავრობამ ეს არ დააფინანსა და თქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი მოცულობითი პროექტი, ჯობია თქვენ გააკეთოთ საცდელი მონაკვეთი 7 კილომეტრიანი, იქ ჩაატაროთ ცდები და იმის მიხედვით მოახდინოთ მერე განზოგადოება და ეს 7 კილომეტრიანი უბანი ჩვენ როგორც საცდელი პოლიგონი ესე გავაკეთეთ, სამშენებლო ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა, განახორციელეს ნაწილობრივად ბოლომდე ვერა და ერთ წელიწადში ჩვენ მოახერხეთ 21 კილომეტრიანი სანაპირო მის პლაჟის დაბრუნება. აი ამ ღონისძიებები და ეს ღონისძიებები იყო ძალიან უბრალო. ის სამშენებლო მასალები შეტანა, დაყრა ისეთ ადგილებში, სადაც ირეცხება და მე თვითონ ანაწილებდა ზღვა ამას და ეს მეთოდოლოგია და ეს ტექნიკა დამუშავებულია და პრაქტიკულად ჩვენ გავაკეთეთ ენგურის მაგალითი. დღეს ეხლა გვაკრიტიკებენ. ბოლომდე არ არის მიყვანილი. რატო არ არის მიყვანილი? მივყვანოთ ბოლომდე და ყველაფერი აღდგება.
ეს შეტანა, ნატანი შეტანა, სწორედ პრობლემის გადაწყვეტაც არის წყალსაცავების დალამის, რომელზედაც ამ მოკლე ხანში მე არ დაუბრუნდები პროექტს იყო საუბარი, რომელიც გადაწყვეტადი პრობლემაა. საერთოდ მაგ პრობლემა არ არის, გადაწყვეტადი ეს პრობლემა. არსებობს უამრავი ტექნიკური საშუალება დალამიდან დაცვის, ამოღების და ამ მასალის ძალიან კარგად რაციონალურად გამოყენების. მე კიდე შეკითხვა მინდა დაუბრუნდე ვარდნიხლესი, რომელიც ასე უმნიშვნელოვანესი სადგურია, მასზე იგეგმება აღდგენითი სამუშაოები. რატომ მინდა? იმიტომ რომ ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენთან არ არის თითქოს დასრულებული და არ მიდის არამერიტოს სამუშაოები. ვარდნიხლესი ერთ-ერთი ბოლო სადგურია დღეს, რითაც სრულდება, შემიძლია აი ეს გენერალური რეაბილიტაცია ამ კასკადზე სრულდება და აი ამის შესახებ ცოტა დეტალურად რამდენიმე ვარდნიხლესი სიმძლავრით არის მოგეხსენებათ მეორე სადგური საქართველოში 220 მეგავატის სერიოზული სადგურია. ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, ხელისუფლების დროს გაფორმდა ეს ხელშეკრულება ემბურგესა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის. სამხრეთი ხელშეკრულება პროფესორად ფინანსთა სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკი და ემბურგესი და ძალიან სერიოზული და მოცულობითი სამუშაოები ტარდება. პირველ რიგში აქცენტი არის აღებული უსაფრთხოებაზე. კაშხლის მონიტორინგი, სიღრმული წყალსაშლის სამუშაოება, ზედაპირული წყალსაშლის კაპიტალური რემონტი, მარჯვენა ფერზე მოგესალმებით არის პრობლემა, მისი სტაბილიზაცია, მონიტორინგის სისტემის აწყობა, ელექტრომექანიკური მოწყობილობების მთლიანი შეცვლა და ასე შემდეგ. ეს დაახლოებით არის 2 წელნახევრიანი პრობლემა, შეიძლება სამწაუნდე გატანოს იმის გამო, რომ ცოტა რთულ რეგიონში ვარ და იქ მისვლა ჭირს, მაგრამ მაინც ახერხებთ ამას რაღაცნაირად. და მე ვფიქრობ, რომ 2 წლის შემდეგ, მაქსიმუმ 3 წლის შემდეგ ეს იქნება ძალიან საიმედო სადგური. საიმედობაში ელექტროენერგიის გამოშვებას მარტო არ გულისხმობ. თავარია ნაგებობების საიმედობა. ძალიან ცნობილი კომპანიები მონაწილეობენ. 2 კომპანია ესპანური, ერთი ფრანგული, კიდევ ერთი ტენდერი ჩატარდება და ადგილობრივი სპეციალისტების ყველა ჩვენია. დიდი მადლობა, ბატონ ლევან. მე ყოველთვის იგრძნობა კიდევაც, რომ ეს დარგი ჰიდროენერგეტიკა დღეს აი ინვესტორების მხრივ არის ყველაზე ისეთი დარგი, რომელსაც ყველაზე მეტი ყურადღება და ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ აი ამ მიმართულებით მზად არიან ინვესტიციების განხორციელების ბატონს. და კითხვა მინდაო, არის თუ არა კლიმატი, საინვესტიციო კლიმატი შესაბამისი ქვეყანაში ამ მიმართებით. მინდა ეს თქვა უბრალოდ და რა კომპონენტზე მინდა გამომახვილო. თუ ჩვენ ტარიფის სტრუქტურას მე იმდენჯერ ვსაუბრობ ამ ტარიფზე ჩვენ გადაცემებში, რომ ძალიან მცირეა ჩვენთან გენერაციის ტარიფი. ძალიან მაღალია პროცენტულ შემცველობაში სადისტრიბუციო კომპანიისა და სხვა კომპანიების დანამატით ძალიან მაღალი ტარიფი გამოდის, რაც სხვა ქვეყნებში ნამდვილად არ ხდება. მე მიმაჩნია, რომ აი ესეთი გადაწყვეტა არის, აი ესეთი პრობლემა გარკვეულ შიშებს ინვესტორებისთვის ქმნის, რომ ჩვენთან აი ეს ტარიფი ძალიან დაბალია და მიმზიდველობა ნაკლებად არის, მცირდება ამის გამო. თქვათ ახალი ობიექტების. თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორც ამ დარგის. ბატონ დავით, ყველანაირად ლოგიკურად, პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების მიხედვით ტარიფი არსად არ კლებულობს. მთელ მსოფლიოში ასეა. ვერც დაიკლებს, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ნავთობის ფასი დარბის იქით-აქით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქვევით არ ჩამოდის და ჩამოდის, მაგრამ ერთი დღით და მერე ისევ მატულობს. რთულდება აუთვისებელი უბნების, აუთვისებელი, ესე იგი, პროდუქტების ენერგომატარებლების ათვისება, ამასთან დაკავშირებით რთულდება, ესე იგი, მისი მოპოვება, ტრანსპორტირება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ფასთან. რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, სამართლებრივ უზრუნველყოფას, არის თუ არა თქვენ ეს პირობა, ეს დასვით ესეთი კითხვა, არის თუ არა კლიმატი იმისათვის, რომ ინვესტორი დაინტერესდეს, კლიმატი ნამდვილად არის, იმიტომ რომ ეს რესურსი ჩვენთან არის. მაგრამ ის რომ როგორი სუფრაზე, როგორი პროდუქტი უნდა მიიტანო, როგორ უნდა შეკაზმო ის და როგორ უნდა გაალამაზო, აი ეს ტენდენცია ჩვენთან არ არის და ამიტომ ინვესტორები ამას თავიანთი შემოქმედებით და თვითშემოქმედებით ახერხებენ და რომელსაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაულებრივი მოქმედება, არ შეიძლება ჩვენი რესურსის განკარგვა მოხდეს ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე და იმ ინვესტორის იმიდან გემოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ფიქრობს მარტო იმაზე, როგორ გაიტანოს ეს.
მე ვარ ორიენტირებული იმაზე, რომ ეს მოხმარდეს ჩვენს ეკონომიკას, პირველ რიგში მოხმარდეს ხალხის კეთილდღეობას და თქვენ იცით, რომ ჰიდროენერგეტიკა ეს არის შრომატევადი და ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმების მაღალი მაჩვენებლებები გვექნება აქ, ვიდრე კაპიტალდებადია. ამიტომ ჩვენ უნდა გავიყოთ გეზი იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი დავასაქმოთ აქ. და რაც შეიძლება უნდა გავხადოთ მიზიდველი ჩვენი პროექტები და ხალხის კეთილდღეობა უნდა განსაზღვრავდეს ფასთან დამოკიდებულებას და ეს მომავალში ალბათ დარეგულირდება. ეხლა ამ ეტაპზე ის ცვლილებები რაც ხდება ფასებთან იმასთან ეს განჭის საგანი არ არის, იმიტომ რომ ეს არ არის ის პერსპექტივა, რომელსაც ელოდება ხალხი ჩვენგან ხალხი ელოდება იმას, რომ ის იყოს ენერგეტიკულად უზრუნველყოფილი და იყოს ჩვენი წარმოება გამართული და ჩვენი ეკონომიკა გამართული. ეს არის თავი. მადლობა ბატონო, ერთ სიტყვას დავამატებ უბრალოდ, რომ მიმაჩნია, რომ აი ამ თემაზეც რომ დისპროპორცია არის აშკარად, რაც ვახსენე არის და ეს გარკვეული სამუშაოა იგივე ენერგეტიკის სამინისტროს და პირველ რიგში მარეგულირებული კომისიისთვის, რომელმაც ამაზე მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმოს ამ საკითხს. ბატონო დავით, ტარიფთან დაკავშირებით ჩვენთან ენგურხეში ძალიან ბევრი ინვესტორი მოსულა, რომელიც დაინტერესებულია შეისყიდოს იაფი ელექტროენერგია იმისთვის, რომ გახსნას რაღაც საწარმო საქართველოში, თქვა მეტალურგიული კომბინატი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ავტოქარხანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი, მაგრამ სამწუხაროდ ენგურხეს არ აქვს იმდენი ელექტროენერგია, რომ ასეთ ინვესტორებს მისცეს იაფი ელექტროენერგია. მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა, რომ დიდი ჰესები გაეშენებინა სახელმწიფოს. გრძელვადიანი შესახებ დაედო დაბალი ტარიფი, ეს ამას შეიძლება უფრო მეტი ინვესტორი მოიზიდოს ქვეყანაში, არა ენერგეტიკის დარგში, არამედ სხვა მიმართულებით და მეტი სამუშაო. ნებისმიერი ჰესის მშენებლობა დამთავრდება 5-6 წელიწადში. იქ არ არის მეტი სამუშაო ადგილი. მაგრამ თუ აშენდება ქარხანა იაფ ელექტროენერგიაზე, ის წლობით იმუშავებს და ხალხი წლობით დასაქმდება. ამიტომ მცირე და საშუალო ჰესები შეიძლება ინვესტორებს დაუთმოთ, მაგრამ დიდი ჰესები, მგონი რომ სახელმწიფომ უფრო მეტი აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ამაში. შეიძლება ეს სადავო საკითხია, მაგრამ შესაძლოა საფორეს. ბუნებრივია ეს წინადადება განსაკუთრებულია, თუმცა შეიძლება სხვა მოსაზრებაც არის ამ მიმართულებით და ყოველ შემთხვევაში არის გარკვეული მოსაზრებები, თქვათ, რომელიც ოპონირებს აი მოსაზრებას, რომ მარტო სახელმწიფო. ანუ თქვათ, შერეული ინვესტორისა და სახელმწიფოს მონაწილეობა დროულად. ხო, რაღაც აი დაკეთეს, ხო, შესწავლის საგანი ნამდვილად არის. ბატონო ზორ, კიდევ ერთხელ უბრუნდები, დამოუკიდებელ საქართველოს ააშენა სულ ერთადერთი ჰიდროსადგური აშენებული. ეს არის 24 მეგავატიანი ხადოვის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დაიწყო 99 წლის ბოლოს და დამთავრდა 2003-ში. შემდეგ არ აშენებულა. თითქოს ვამბობთ, რომ აი ამ პერიოდში 13 წელი გავით. 13 წელიწადში ქვეყანას, რომელსაც აქვს უზარმაზარი რესურსები, რეალურად ერთი სადგური ამას გარდა ვერ მოახერხა აშენება. ამიტომ, როცა ჩვენ საინვესტიციო კლიმატზე საუბრობთ, არის რაღაც გარკვეული პრობლემები ეთყობა. იმიტომ რომ დაგეთანხმებით, რომ ეს არის ბაზრის ჩამოუყალიბება, ესეც არის დღეს, რომ ის ბაზარი, რომელიც დღეს არის ჩამოუყალიბებული, გარკვეულ რეფორმებს მოითხოვს. და მე მგონი ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი ისე უნდა განვითარდეს, რომ საინვესტიციო კლიმატი აი ამ დარგში, სადაც გვაქვს საშუალება მოვიზიდოთ ინვესტიციები და ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა მისი კეთილდღეობის, მისი ეკონომიკური მდგომარეობის აღორძინებაზე მეტყველებს და საბოლოო ჯამში თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე და მე მგონი მაინც რაღაც არის გასაკეთებელი ამ მიმართებაში და აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ შიგა რესურსების და რეფორმირების თვალსაზრისით შეგვიძლია ჩვენ როცა ვამბობთ და კიდე იმ თემას უბრუნდებით, ტარიფი შესაძლებელია ჩვენთან იყოს უფრო გენერაციის მხარეს, რაც შიდა მოხმარებისთვის იქნება, თქვა, იგივე ახალი ჰესი შეიძლება გამოყენებული იყოს შიდა მოხმარების და არ იყოს მაგალითად მარტო ექსპორტზე ორიენტირებული. სულ 2 წუთი დაგვრჩა და თითო-თითო. რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად მესმის ის ტკივილი, რაც თქვენ თქვით, რომ ჩვენ არა გვაქვს, ესე იგი, წინსვლა. პირველ რიგში ეს აიხსნება იმით, რომ ჩვენ არა გვაქვს სათანადო მომზადებული დოკუმენტაციები იმისათვის, რომ ინვესტორს შევთავაზოთ ჩვენ სათანადო დასაბუთებული წინადადებები. და ეს წინადადებები თუ ფრაგმენტულია
და ლოკალურად გულისხმობს რაღაცა ენერგიის მოპოვებას, გადაცემას და ესე იგი შეთანხმებას ხელისუფლებასთან, ეს არ არის საკმარისი. წყალი ეს არის რესურსი, რომლის შესწავლას და რომლის დასაბუთებას და გამოყენებას სჭირდება ძალიან მრავალმხრივი მიდგომა. ეს მიდგომა რო არა გვაქვს და ეს რო არა გვაქვს დასაბუთებული და ეს მომენტი ჩვენ ქვეყანაში რო ძალიან სუსტად არის, ეს არის ყველაფრის თავი და ბოლო. ბატონო, დიდი მადლობა. ბატონო ლევან, დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მოკლედ. წყალსაცავში რა მდგომარეობა, როგორ აქვს წელს წყალსაცავში ამ პერიოდში ენგურჰესი ივსება და ძალიან მოკლედ ორი სიტყვით თუ შეგიძლიათ. დღევანდელი წელი სამწუხაროდ უჩვეულო წელია წყალმცირობის მიხედვით. შარშანდელთან შედარებით 25 მეტრის ნაკლები დონე გვაქვს. თუმცა დღეს და გუშინ ცოტათი მოემატა, იმედია შეიძლება წყალსაცავი, მაგრამ მაინც ამას საქართველოს მდგომარეობა არ არის. კარგით, დავუმატებ რომ ეს ოპტიმისტური ვაშენოთ უნდა ოპტიმისტური პროგნოზი არ არის, მაგრამ მე მინდა პირველ რიგში ჩვენ სტუმრებს გადაუხადოთ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე ვფიქრობ, რომ მაყურებლისთვისაც იყო საინტერესო, იმიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჰიდროენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც მიცემს საშუალებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას. დიდი მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ.